გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. დღეს 2026 წლის 31 მარტია. პირდაპირ ეთერში არის კომენტატორ რეკორდსმენის, საქართველოს დამსახურებული ძნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, სოხუმელი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ რამდენიმე თემაზე, სპორტის რამდენიმე სახეობაზე. ეს იქნება ფიგურული ციგროობა, გაჩვენებთ საინტერესო ფრაგმენტებს, ჩვენი სახელოვანი მოციგრავეების უდიდეს წარმატებაზე, ახალ წარმატებაზე მსოფლიო ჩემპიონატზე საუბარია ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილის ვიცე-ჩემპიონობაზე მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ირაკლი ბართაია. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, რომ მობრძანდით. ირაკლი ბართაია ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება არის სპორტში. მრავალი წლის განმავლობაში იყო საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. ახლა არის იგივე ფედერაციაში წყალში ხდომის მიმართულების უფროსი. ცოტა სხვანაირად ჟღერს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თქვენ ცოტა ხანში ალბათ კლავ იქნებით, არ ვიცი, ვიცე-პრეზიდენტი იქნება თუ სხვა სახელწოდება, მაგრამ რჩებით ამ მიმართულების მთავარსარდალი. მთავარია წოდებას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ჩემს საყვარელ საქმეში ვჭრა. დიახ, წყალში ხდომა, იმიტომ რომ ირაკლის და მათი მწნელების მომზადებულმა ჩვენმა ნაკრებმა, ჩვენმა გუნდმა უდიდეს წარმატებას მიაღწია რამდენიმე დღის წინ ბუდაპეშტში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე. დღეს ჩამოფრინდა ირაკლის, ჩვენი ახალგაზრდები დღეს ჩამოფრინდნენ და პირდაპირ რამდენიმე საათი მოასწრო დასვენება და პირდაპირ ჩვენ გადაცემაში. დღეს გადაცემაში სტუმრად უნდა ყოფილიყო ჩვენი სახელოვანი წარმატებული სპორტსმენი თეკლე შარია, წარმოშობით გალიდან, დევნილთა ოჯახში გაზრდილი თეკლე შარია, რომელიც 2025-26 წლებში, ბოლო 2 წლის განმავლობაში გახდა რამდენიმე სოლიდური საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი და ფინალისტი, მაგრამ ვერ მოახერხა დღეს თეკლე მოსვლა, ალბათ ამ გადაღლილობამ, გადაფრენამ, იქ გამოსლება ბუდაპეშტში, გუშინ წინ დამთავრდა, ხო ეს ტურნირი გუშინ წინ დამთავრდა და კვირას დამთავრდა 29 მარტს და დღეს ჩამოფრინდა თეკლეც, მაგრამ ვერ მოახერხა მოსვლა, მაგრამ ირაკლი თეკლეზე ისაუბრებს, თეკლე შარიას წარმატებებზე და ბიჭების ფანტასტიკურ შედეგებზე, უფრო მოგვიანებით რომ გადავცემ სიტყვას, უფრო დეტალურად გეტყვით. გადაცემაში აგრეთვე ვისაუბრებთ ჩვენ ხელბურთის კუთხით გვაქვს სიახლეები, ამას გეტყვით და გადაცემის მეორე ნაწილში გაჩვენებთ 2018 წელს ევროპის 17 წელთაღრიცხვა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ რაუნდის მატჩის საქართველოს 17 წლამდელი ნაკრების შეხვედრა პოლონეთთან, რომელიც გაიმართა იქ პოლონეთში, 2-2 დამთავრდა ის შეხვედრა. გაჩვენებთ ამ მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდს, როცა ხვიჩა კვარაცხელია გადის სოლორეის ატარებს, პენალი აიკიდა და ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა ეს გოლი. ძალიან საინტერესო კადრებია. ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივრებს შეიძლება ახსოვთ ის მატჩი, ძალიან მაგარი მატჩი იყო, მაგრამ დღეს მე მოვიპოვე ეს კადრები და ვაჩვენებთ ამ კადრებსაც. გადაცემის დასაწყისში, როგორც დაგვირდით, რამდენიმე წუთით მინდა ვისაუბრო ჩვენ სახელოვან მოციგრავეებზე, ჩვენი მოციგრავეების უდიდეს წარმატებაზე პრაღაში მარტის ბოლოს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 23 წლის ლუკა ბერულავამ და 21 წლის ხედავთ კადრებში 21 წლის ანასტასია მეტელკინას წყვილმა მოიპოვა ვერცხლის მედლები. ვიცე-ჩემპიონები გახდნენ მსოფლიო ჩემპიონატის. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როცა ჩვენი მოციგრავეები მსოფლიო ჩემპიონატზე დიდებს შორის მოციგრავეებმა მოიპოვეს медали. არც ერთი медали მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენ მოციგრავეებს დიდეზეა საუბარი, თორემ ჭაბუკებში იმაში იყვნენ. არც ერთი медали ჩვენ მოციგრავეებს არ ჰქონდათ.
ეს უკვე ზედიზედ მესამე წარმატება 23 წლის ანასტასია მეტელკინას და 21 წლის ანასტასია მეტელკინას და 23 წლის ლუკა ბერულავა წყვილის ამ წელიწადში. იანვარში ეს წყვილი გახდა ევროპის ჩემპიონი, ფანტასტიკური შედეგი. თებერვალში მილანში გამართულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ამ წყვილმა მოიპოვა ვერცხლის მედლები. ესეც პირველად საქართველოს ისტორიაში, რომ ჩვენმა მოციგრავეებმა ოლიმპიადაზე, ზამთრის ოლიმპიადაზე აიღეს რაიმე ხარისხის მედალი. არასოდეს ქართველ სპორტსმენებს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე არც საბჭოთა პერიოდში, არც დამოუკიდებლობის პერიოდში მედალი არ აგვიღია. პირველად ეს მოხდა წელს 2026 წლის თებერვალში, როცა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ მოახერხეს ეს და სულ რამდენიმე დღის წინ გასული კვირის ბოლოს ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას წყვილმა მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატზე ვიცე-ჩემპიონობა. მეორე ადგილი, ვერცხლის მედალი. ეს იყო ძალიან მაგარი შედეგი. ახლა თქვენ ფოტოებს ხედავდით, რომელიც გადაღებულია ნაწილი პრაღაში, ნაწილი 9 მარტს თბილისში, როცა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ხედავთ ლუკა ბერულავა და მე ვარ. რეზიდენციაში გაიმართა ჩვენი მოციგურავების დაჯილდოება, იქ მთელი ნაკრები დააჯილდოვეს, საქართველოს ფიგურული ციგრობის ფედერაციის პრეზიდენტიც დააჯილდოვეს ქალბატონი მაკა გიორგობიანი და მათ შორის ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა. იქ ახლა ამას არ ჩამოთვლით, სპეციალური გადაცემა ჰქონდა მიძღვნილი და იმ დღეს ჩავწერეთ ის ვიდეო, რომელსაც ახლა ერთ ნახევარწუთში შემოგთავაზებთ. იმ ვიდეო პატარა მოკლე ინტერვიუში ლუკა ამბობს, რომ ჩვენ პრაღისთვის ვემზადებითო მსოფლიო ჩემპიონატისთვის და რას უმიზნებთ მე თქვენ, ჩვენ ოქროს მედალზე ვფიქრობთო. და ახლა ნახავთ ამ ინტერვიუს, თუ შეიძლება ვაჩვენოთ ეს პატარა მოკლე ინტერვიუ, რომელიც 9 მარტს არის გადაღებული. გამარჯობა, გომორძგულა, ხოჩოვადე ესწრამდურად. ლუკა ბერულავა, იცანით ალბათ, ჩვენი სახელოვანი წარმატებული მოციგურავე, წარმოშობით სოხუმელი, ევროპის ჩემპიონი 26 წლის და რაც თავარია, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე თებერვალში მილანში, მან და ანასტასია მეტელკინამ მოუტანეს საქართველოს პირველი მედლები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ლუკა არის სოხუმელი, დედა, მამა სოხუმელები, ბებია, ბაბუა სოხუმში ცხოვრობდნენ 93 წლამდე. როგორ ზანდებით ლუკა? კარგი, პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრებს. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერს გცნობ. ახლა ეს მაინც და მაინც ბევრი სიტყვით გამოსვლა არ უყვარს, მაგრამ საქმით ამტკიცებს, სხვათა შორის მეგრული ციცი და აი სვანური ჯერჯერობით არის. ჯერ არის, ხო, მაგრამ აუცილებლად მომავალში ცოტას შეისწავლის. ახლა მაინტერესებს, თქვენ 3 წლიდან ხართ ფიგურულ ციგრობაში. 24 წლის ხდებით, ფაქტობრივად 21 წელია, ხო, ფიგურაში. არ გაგიჭირდათ ეს რეჟიმი? 21. არ გაგიჭირდათ ამდენი პერიოდი ეს რეჟიმის დაცვას მოხდობაზე? ეს ჩემთვის უკვე სამუშაო. პროფესიონალურად. ვიცი რომ გიყვართ ფეხბურთსაც თამაშობთ. არა, მე არ თამაშობ ფეხბურთს, მაგრამ ნიკასთან უბრალოდ უბრალოდ ნიკა ეგაძეს, რომელიც ახლა იღებს ამ კადრებს. ერთად თამაშობთ. ხო, მაგრამ უყურებ ფეხბურთს. ბარსელონას ვარ და საქართველოს ნაკრებს. გამაინტერესებს ახლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებათ. პრაღაში ახლა ალბათ პროგნოზები არ გიყვართ, მაგრამ სამი ფაულით პრაღაში აგრე მე ვიცი მოვიდე მედალს აიღებთ, მედლისთვის იბრძვით. რა თქმა უნდა, მაგრამ მე ძალიან ოქროს მედალზე პრეტენზია გაქვთ? ნასტია მიცის ამის შესახებ? მიცის. ნასტია პირველი მიცის. თვითონ გითხრათ, ხო, ესე იგი თქვენ ახლა იბრძვით მსოფლიო ჩემპიონატზე, რომ აიღოთ ოქროს მედალი. ძალიან სერიოზული განაცხადია. მე რამდენიმე კვირის წინ ვესაუბრე ლუკას დედას, დიანა ძაზამიას, მიულოცე, მამასაც დიდი მადლობა ლუკა გენაცვალე, წარმატებები მინდა გისურვოთ და ყოველთვის იხსენებს, რომ
ის დევნილთა ოჯახშია გაზრდილი, წარმოშობით სოხუმელია და ამასთანავ ვიდეო რომ დადეთ, რომ თქვენ გახსოვთ ბაბუათქელი ბატონი ტარიელი, რომელიც მე მახსოვს სოხუმიდან იმ ტურში მუშაობდა და ბაბუათქენ გახსოვთ გასტაბილდად დევლანის ხო დევლანის. წარმატებები ჯგირორდა. კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, ეს ინტერვიუ ლუკა ბერულოვასთან არის ჩაწერილი 9 მარტს თბილისში, როცა ლუკა ბერულოვა, ანასტასია მეტელკინა, ჩვენი სხვა მოციქროები, საქართველოს ნაკრების წევრები იმყოფებოდნენ თბილისში და გაიმართა იმ დღეს მათი დაჯილდოება ჩვენი მოციქროებების და აგრეთვე საქართველოს ფიგურული ციგროვების ფედერაციის პრეზიდენტის და კიდევ ერთი წარმოჩენი მსაჯის პრეზიდენტის ქალბატონ მაკა გიორგობიანის დაჯილდოება და ქალბატონი სალომე ჩიგოგიძის დაჯილდოვეს. ახლა არ მინდა შემეშალოს, ვისაც აინტერესებს, ვინც როგორ დაჯილდოვეს, შეხვალთ დაგუგლეთ და საქართველოს ფიგურული ციგროვების ფედერაციის გვერდზეც ნახავთ, სპორტის სამინისტროს გვერდზე და პრეზიდენტის გვერდზეც. და მინდა გითხრათ, რატომ გამიკვირდა მე ირაკლი, რომ ოქროზე ფიქრობენ. 9 მარტს ამბობს, რომ 24-ში იწყება ეს მსოფლიო ჩემპიონატი პრაღაში და ოქროზე, იმიტომ რომ ოლიმპიადის შემდეგ 17 თებერვალს გახდნენ ისინი ოლიმპიადაზე ვიცე-ჩემპიონები. 10 დღე გამოტოვა ანასტასია მეტელკინამ, იმიტომ რომ ჰქონდა ტრავმა და მათმა წვრთნელმა უთხრა, რომ ნასტიამ უნდა დაისვენოს. და ახლა მარტო ლუკას ვარჯიშს რა აზრი ქონდა, შეიძლება ივარჯიშო, მაგრამ წყვილია ხო, სპორტული წყვილი. 10 დღე გამოტოვა და მე აღადგინეს ეს 10 დღე გამოტოვება და მე კლავ ხელახლა დაიწყებ. ცოტა რთულია ხო ასეთ რეჟიმში ახლა წარმოიდგინეთ, ეს არ არის გუნდური სახეობა, სადაც ფეხბურთში ერთი კაცი ან დადგება და 5 წუთი დაისვენეს, გამორიცხულია იქ. და ამიტომ იყო ეს ჩემთვის მოულოდნელი არ იყო, მაგრამ მაინც მაქსიმალისტები არიან ახალგაზრდები, უნდა და ოქრო, მაგრამ დაგვაგდა ცოტა და სხვათა შორის ამ ინტერვიუს შემდეგ მე ვკითხე ლუკას. კიდევ რამდენიმე წელი აპირებთ მეთქი ფიგურულ ციგროვობაში, იმიტომ რომ იყო ხმები, რომ ვითომ 1-2 წელიწადში აპირებს asta. არა. 3-4 წელი ვიქნებიო და კიდევ არისო სოფლიო ჩემპიონატი, კიდევ არისო ევროპა და რაც თავარია კიდევ არისო ოლიმპიური თამაშები. ესე იგი მაინც მიზნად რჩება მათთვის, რომ მოემზადონ იმ ოლიმპიური თამაშების 20 წელს და აიღონ ოქრო. ეს ძალიან მაგარი სურვილია. რასაკვირველი ახლა 3 წლიდან მე ვახსენა, 3 წლიდან არის ფიგურულ ციგროვობაში, ახლა 24 წლის გახდება ნოემბერში, 21 წელია ფაქტიურად ასეთ რეჟიმის სხვა სახეობებშიც ასეა სპორტ, მაგრამ ფიგურულ ციგროვაში განსაკუთრებული რეჟიმი უნდა. და კიდევ ერთხელ ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ასეთ შედეგი დავდეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ლუკა წარმოშობით სოხუმელია, ის რუსეთში დაიბადა, მისი დედა мама, бабуа, бебია, ორივე მხრიდან სოხუმში ცხოვრობდნენ 1993 წლამდე, მერე აღმოჩნდნენ დევნილობაში. ლუკა 3 წლიდან ვარჯიშობდა იქ რუსეთში და 2019 წლიდან, ესე იგი 7 წლის უკან, 2019 წლიდან ლუკა ბერულოვა არის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი. მეტელკინა, რაც შეეხება ანასტასია მეტელკინას, ის 2020 წლის დეკემბრიდან, ვიმეორებ, 2020 წლის დეკემბრიდან 2021-22 წლებში ის გამოდიოდა 19 წყვილესთან, დანიელ პარკმონთან და 23 წლიდან ანასტასია მეტელკინა წყილში არის ლუკა ბერულოვასთან და ფანტასტიკური შედეგები დადეს. ჯერ ევროპაზე ვერცხლის პრიზიორი და ბრინჯაოს მედალოსანი და წელს კიდევ ახლა გავიმეორებ, ევროპის ჩემპიონობა, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონობა და მსოფლიო ჩემპიონატზე ვიცე-ჩემპიონები. ალბათ 1-10 წლის წინ სიზმარშიც ვერ იფიქრებდა ადამიანი, რომ ჩვენ ფიგურულ ციგროვობაში ასეთი შედეგი გვექნებოდა და ამისთვის და ძალიან ბევრი ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს ფიგურული ციგროვების ფედერაციის პრეზიდენტს ქალბატონ მაკა გიორგობიანს, რომელიც თვითონ იყო მოციგროვი 80-იან წლების ბოლოს 90-იანი დასაწყისში, მას მისი ესეთი მენეჯერული, მარკეტინგული, ორგანიზაციული ნიჭისა და მიხვედრილობისა და დიდი შრომისთვის და რასაკვირველია მთლიანად ფედერაციას ვიცი, რა მხოლოდ მუშაობას არის საჭირო, რომ ასეთი ორგანიზაციული საკითხებიც გადაწყვეტო. ახლა კი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მინდა გადავცეს სიტყვა ბატონ ირაკლი ბართაიას.
დიდი მადლობა ირაკლი კიდევ ერთხელ. ირაკლი ბართაია მთელი ცხოვრება არის სპორტში, წყალში, ხტომაში. მამამისი იყო ძალიან მაღალი დონის მწნელი, თვითონ ირაკლი იყო სპორტსმენი და ბოლო წლებში იყო საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. ახლა არის იგივე ფედერაციაში წყალში ხტომის მიმართულების მთავარსარდალი ხო, უფროსი. ირაკლი ბართაია დღეს ჩვენ სპორტსმენებთან ერთად დღეს დილით 31 მას დილით ჩამოფრინდა ბუდაპეშტიდან, სტამბოლის გავლით, სადაც ჩვენ ძალიან დიდი შედეგები დავდეთ, ბატონო ირაკლი, 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო, ხო? და მინდა გთხოვოთ ახლა თქვენ ვისაუბროთ, რა ტურნირი იყო, ვინ მიაღწია ეს შედეგებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თეკლე შარია უნდა ყოფილიყო, რომელს ბრინჯაოს медали აიღო იქ იმ ტურნირზე, მაგრამ ვერ მოახერხა მოსვლა, იმიტომ რომ ალბათ გადაახდილია და ვერ მოახერხა. გთხოვთ და თქვენ რომ დაიწყებთ, მე ჩაერთვება ფოტო მასალა, ვიდეო მასალაც. მოგესალმებით ბატონო თენგის, მე თქვენ გადაცემაში დიდი ხანია არ ყოფილვარ, თუმცა ბევრჯერა ვარ ნამყოფი, დაწყებული. 1-4 თვე არ ყოფილვარ, 5. ბატონი ჯამლეტი ცოცხალი რო იყო, რამოდენიმეჯერ ვიყავი მე. დიახ. სხვა ოფისში ჰქონდათ ეს ტელევიზია მოწყობილი და ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი აქ მოსვლა. და არის შესაძლებლობა, რომ უფრო საფუძვლიანად ვილაპარაკოთ იმ სახეობაზე, რომლის სახეობის მიმართულების უფროსი მე ვარ. მინდა პირველ რიგში მიულოცო ზამთრის სახეობების ფედერაციას, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, ზოგადად სპორტის სამინისტროს, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად იანვრიდან გამარჯვების რეჟიმში ჩავდექით და ის პოზიტივი, რომელიც ფიგურულ მოცურავებმა ჩვენ მოგწეს, ჯერ კიდევ იანვარში ევროპის ჩემპიონატზე, შემდეგ თებერვალში ოლიმპიურ თამაშებზე და ეხლა უკვე ბოლო წარმატება, ეს ჩვენ ყველა იმდენად გვავსებს, ჩვენ სპორტი ერთ და ჩეკრული კოლექტივი ვარ და გვინდა რომ ყველა სპორტში იყოს ერთი დივიზია ხართ, ერთი დივიზია. და მინდა მიულოცო როგორც ფედერაციის ხელმძღვანელობას, ისე ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, სპორტის სამინისტროს, რომ აი ერთობლივი ძალებით მოხერხდა ამხელა შედეგების ჩვენება ზამთრის სახეობებში და მინდა რომ ეს წარმატებები კიდევ ბევრ ხანს გაგრძელდეს ქართული სპორტის სადიდებლად. რაც შეეხება ჩვენ მისიას, ჩვენ მომზადება 2026 წლის სეზონისთვის დავიწყეთ სექტემბრიდან, სადაც ფიზიკური მომზადების ეტაპი გავიარეთ, შემდეგ ტექნიკური მომზადების დრო ჰქონდა 2 თვე, შემდეგ უკვე იყო საქართველოს ჩემპიონი, სადაც ასაკობრივ კატეგორიებში ჩვენ განსაზღვრეთ ვინ შეასრულა ის ნორმატივები, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ საზღვარგარეთ გავიყვანონ სპორტსმენები, ეს იქნება როგორც ახალგაზრდები, ისე იუნიორები, კადეტები და უფროსები. ჩვენ ძალიან კარგი შედეგები მივიღეთ უკვე თებერვლის ბოლოს და მარტში უკვე წინა საშეჯიბრო პერიოდში დავხვეწეთ ყველაფერი და გავედით პირველ საერთაშორისო ტურნირზე. ეს ტურნირი მინდა მოგახსენოთ, რომ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ბაზაზე ჩატარდა, ეს არის დუნა არენა, ეს არის ბაზა ბუდაპეშტში, რომელშიც რამოდენიმე მსოფლიო ჩემპიონატი, 2 მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა და შემდეგ წელს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლობს ასევე და ხოლო წელს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩატარდება. მისი მასშტაბები და ის ინფრასტრუქტურა დახვეწილი იძლევა საშუალებას, რომ მაღალი დონის ტურნირები ჩაავატარო და ეს ტურნირიც ერთ-ერთი მათგანია 13 ქვეყნის 150-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას, ჩვენი გუნდი იყო წარდგენილი 13 ქვეყნის 150 სპორტსმენი. აქ იყო ასაკობრივი კატეგორიები 19 წლამდე და 16 წლამდე და უფროსები. უფროსებში ჩვენ გვყავდა 2 მონაწილე, თქვენ მიერ ნახსენები თეკლა შარია, მინდა თეკლას მიულოცო ეს წარმატება, იმიტომ რომ უფროსებში პირველი მედალია ახალგაზრდებში ქონდა ბევრი წარმატება, ფინალისტი იყო უფროსებში ევროპის ჩემპიონატში. თეკლამ ახლა მოიპოვა პირველი მედალი ასეთი დონის ტურნირზე. ასეთი დონის ტურნირზე. ფიქრობ, რომ
თეკლა სეზონის განმავლობაში კიდე გააუმჯობესებს, მან თავისი პირადი რეკორდი დაამყარა 212 ქულა არ არის ცოტა ქულა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ სპორტსმენის და შეჯიბრებიდან შეჯიბრებამდე დავინახოთ. ამით ჩვენ საზღვრავთ იმასაც რომ ჩვენ სწორად მუშაობთ და მიუხედავად იმისა რომ ისეთი ინფრასტრუქტურა ჩვენ თვითონ ქვეყანაში არ აგვაქვს და ამის პირობები შეიქმნა და დაპირებებიც არის რომ გვექნება მომავალში ჩვენ გზას ვაგრძელებთ და გვჯერა ჩვენი წარმატების. თეკლას გარდა, ახლა იქ თეკლამ აიღო ბრინჯაოს медали მესამე ადგილი. პირველი წელია რაც უფროსების კატეგორიაში გადავიდა და პირველივე შეჯიბრებას არის ახლა თეკლა არის 19-ის. ახლა იქვე ბუდაპეშტში ჩვენმა ბიჭებმა მოიპოვეს 2 ოქრო და 1 ვერცხლი და კიდევ 2 ბრინჯაო. რამდენიმე სპორტსმენი წყალშხდომაში შარშან ყავდა გადაცემაში თქვენთან ერთად. წელიწადში 2-3ჯერ პატიჟებდა. ბოლო პერიოდში იყო პაუზა, 5 თვე მგონი, 5 თვე სულ თვითრნავში ხარ, სულ ვარჯიშზე ტურნირზე. დაგვეწყო სეზონი და ბატონთენგის სპორტის ეს კალენდარი ევროპის და სოფლიო ფედერაციის რა საშუალებასაც გვაძლევს რომ ჩვენ 6-7 თვე გვჭირდება მოსამზადებელი პერიოდი სექტემბრიდან გაზაფხულამდე, ხოლო გაზაფხული და ზაფხულის პერიოდი არის საშეჯიბრო პერიოდი, ზაფხულში არის უფრო მნიშვნელოვანი შეჯიბრებები, ევროპის ჩემპიონატები, სოფლიო ჩემპიონატები, ამისთვის ტურნირებით უნდა მოემზადოთ. ოდიში ეს არის ბუდაპეშტის ტურნირის კადრები მგონი აქ ჩვენების თქვენი მოწოდებული. კი ბატონო. რაც შეეხება თეკლას გარდა კიდე 4 სპორტსმენი იყო, აქედან თორნიკე ონიკაშვილი გამოდიოდა უფროსებში. ის საკმაოდ გამოცდილი სპორტსმენია, ემზადება იმისთვის რომ ლიცენზია მოეპოვოს ოლიმპიურ თამაშებზე, უკვე 2 წელზე მეტია. გერმანიის ქალაქ როსტოკის ოლიმპიურ ბაზაზე ვარჯიშობს ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამით. რა თქმა უნდა, სახელმწიფოც გვერდში გვიდგას და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიც და ამ ეტაპზე ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ის სირთულე, რასაც აქ ოლიმპიურ სირთულეს ვეძახით, ეს უკვე აქ და ეხლა მიდის ამ სირთულის იმ დონეზე დახვეწა, რომ მან მოიპოვოს ოლიმპიური ლიცენზია. ეს იქნება 2028-ში, თებერვალ-მარტში იქნება მსოფლიო თასის ეტაპები, სავარაუდოდ მექსიკაში და კანადაში და იქ გადაწყდება. იქ გადაწყდება და ძალიან დიდი შანსი აქვს, არც ერთ ქართულ სპორტსმენს ამხელა შანსი არ ქონია. მომზადების პირობებიც გერმანიაში საკმაოდ კარგი აქვს. როსტოკში ხო? როსტოკში ესეთი ფეხბურთის კლუბია როსტოკის ჰანზა და იმის სპორტული ბაზა ოლიმპიური, რომელშიც არის აუზიც და ის 2 წელია ვარჯიშობს. 2 წელია ვარჯიშობს, დიახ. მან უფროსებში 1 მეტრი ტრამპლინიდან ეს არის საბაზისო ივენტი, საბაზისო 3 მეტრი ტრამპლინიდან არის ხოლმე ოლიმპიური ლიცენზიები, 1 მეტრი არ არის ოლიმპიური, მაგრამ მისი მომზადება ხდება ჯერ 1 მეტრიდან თუ გაქვს შესაბამისი სირთულე და კარგად ასრულებს, მე 3 მეტრაზე გადაგაგ. ამიტომ შემდეგ შეჯიბრებაზე ჩვენ რო გავემგზავრებით 6 აპრილს უკვე ამსტერდამში თორნიკე უკვე 3 მეტრი ტრამპლინიდან იასპარეზებს იმ ოლიმპიური პროგრამით. პირველად წარდგება ესეთი პროგრამით საერთაშორისო შეჯიბრებას და იმედი გვაქვს იქაც იქნება წარმატებული. აქ მესამე ადგილი დაიკავა ცნობისათვის, მეორე ადგილზე გავიდა წინა წლის ევროპის ჩემპიონი ამ დისციპლინაში ანდრეი ჟეშუტეკი პოლონელი და მე რა მინდა ვთქვა რომ ამ შეჯიბრებას ჰქონდა ძალიან ბევრი დადებითი რომ სერიოზული კონკურენცია იყო, ძალიან ცნობილი ხტომელები გამოდიოდნენ როგორც გერმანიიდან, ისე პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, დაახლოებით 10 სპორტსმენზე მეტი იყო, რომელიც წინა ოლიმპიურ თამაშებზე გამოდიოდნენ, ზოგს медали აქვს იმ ოლიმპიურ თამაშებზე, ზოგი ევროპის ჩემპიონია, ზოგი სოფლიო პრიზიორია, ხო, ნუ აი ესე ტოპ სპორტსმენები გამოდიოდნენ 10-ზე მეტი. მესამე ადგილი ეს წარმატება. რა თქმა უნდა, ეს საწყისი ეტაპია, გესმით და კალენდარიც ისეა შედგენილი მსვლელთა ეს გრაფიკი მომზადების, რომ მეტი და მეტი შედეგი უნდა ანახონ ქულობრივად, რათა ევროპის და მსოფლიო ტოპებს მიუახლოვდნენ ჩვენი სპორტსმენები. რაც შეეხება იმ 3 ბიჭს, ეს არის კოკა საკანდელიძე, გიორგი წულუკიძე და ალექსანდრე ცხომელიძე. აი ცხომელიძე არის 16 წლის, კოკა და გიორგი 17 წლისები, ისინი გამოდიან 19 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში. პირველი სენსაცია იყო ალბათ
დიდი ხნის განმავლობაში რომ პრედესტალი მარტო ქართველებს დაეკავებინათ მე რა თქმა უნდა ძიუდოშიც მინახია და ბევრ სახეობაშიც მაგრამ ხა წყალშიხტომაში ძალიან იშვიათია ეგ და 19 სპორტსმენი მონაწილეობდა 3 მეტრი ტრამპლინიდან ეს ოლიმპიური დისციპლინაა საკმაოდ რთული და პირველ ადგილზე გავიდა ალექსანდრე ცხომელიძე მეორეზე გიორგი წულუკიძე და მესამეზე კოკა საკანდელიძე ეს იყო ძალიან დიდი სიამაყის ნობა როგორც საქართველოს სამი დროშა აიწია და ევროპის ტექნიკური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ქალბატონი ილდიკო კელემენი არის უნგრელი იმან დააჯილდოვა და პირადად მომილოცა ნამდვილად არ ელოდა ესეთ შედეგს და უკვე რო დავიძარით სასტუმროსთან ყველა მწვრთნელი ალბათ 30-ზე მეტი მწვრთნელი იყო და ნამდვილად არ ელოდნენ და ძალიან ესე საქართველოს ძალიან ულოცავდნენ და სიამაყე ბავშვებსაც ჰქონდათ სპორტსმენებს და ჩვენს რომ ეს უდიდესი წარმატება ახლა ამ სახეობაში და ასეთი კონკურენციის პირობებში სამივე ადგილი პირველი მეორე მესამე ასეთი დონის სოლიდურ საერთაშორისო ტურნირზე ფაქტიურად ევროპის ჩემპიონატის იცით როგორ მე გეტყვით პირდაპირ გეტყვით ჩვენთვის როგორც ეროვნული ჩემპიონატი ისე საერთაშორისო ტურნირები განიხილება შესარჩევ ეტაპად რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ და სამივე ამ სპორტსმენმა თავისი კლუბური მაჩვენებელით დაგვანახა რომ ისინი აუცილებლად წავდნენ ევროპის ჩემპიონატზე ევროპის ჩემპიონატზე კარგად გამოსვლის შემთხვევაში სოფლიო ჩემპიონატზე ევროპის ჩემპიონატი ისევ ბუდაპეშტში გაიმართება ივნისში 22-28 ივნისს ისევ ამ დუნა არენაზე ხოლო აგვისტოში არის სოფლიო ჩემპიონატი რიეკაში ხორვატიაში და მე იმედი მაქვს რომ სამივე სპორტსმენი სოფლიო ჩემპიონატის ნორმატივებსაც შეასრულებს უკვე ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ გამართულად შეგვიძლია ვთქვათ რომ სამი სპორტსმენი უკვე მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე ამ კლუბური მაჩვენებლით 444 უკვე განახდებული აქვს მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ისინი კონკურენტუნარები არიან უკვე რომ ტოპ 6-ში მინიმუმ იქ მოხვდნენ ევროპის ჩემპიონატს, სადაც იქნება ალბათ 30-მდე ქვეყანა, სადაც იქნება თითო დისციპლინაში 30 მონაწილე და იმის იმედი გვაქვს რომ 6-ეულის იქით არ ვიქნებით შეიძლება ხო, ეს მინიმუმ პროგრამა მინიმუმს ვიძახი რა თქმა უნდა, თუმცა აი ვარჯიშების სრულობა, შეჯიბრების სრულობა, რომელიც დაგეგმილია და ამაზეც გეტყვით. ჩვენ ამსტერდამში მივემგზავრებით, ამსტერდამის თასის გათამაშებაში აპრილში იქიდან გერმანელებთან ერთად გვექნება საერთაშორისო კემპი ერთკვირიანი ქალაქ დრეზდენში და დრეზდენშივე ახალგაზრდებში ყველაზე წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირზე ვიღებთ მონაწილეობას, უკვე მოვიდა განაცხადები და დრეზდენში ტრადიციული ტურნირია, ძალიან დიდი ისტორია აქვს, ამას წარმოიდგინეთ 1898 წლიდან არის ეს კლუბი დაარსებული და აი ომის შემდგომ დაახლოებით 1953 წლიდან ეს ტურნირი ახალგაზრდებში სუტარდება. სუტარდება, აქ ჩამოდიან მარტო ევროპული, არამედ არაევროპული ქვეყნებიც და საკმაოდ ძლიერი შემადგენლობას მოუყარა თავი წლევანდელმა დრეზდენის ტურნირმა და იქ უკვე იქნება პირველი დიდი ტესტი იმისთვის, რომ ჩვენ დავინახოთ რა შეგვიძლია ევროპის ჩემპიონატში. და დრეზდენიდან მიემგზავრებით კიდევ აპრილის ბოლოს კიდევ სადღაც. არა, ჩვენ ჯერ ამსტერდამში მივემგზავრებით, სადაც ასევე 12 ქვეყნის სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ეს ტრადიციული ტურნირია. შემდეგ ერთობლივი შეკრება გვექნება გერმანელებთან და მერე დრეზდენი. მერე იქვე დრეზდენის საერთაშორისო ტურნირი. მაისში გვაქვს ისევ საქართველოს უკვე გაზაფხულის ჩემპიონატი, ესეც ჩვენთვის სატესტო შეჯიბრებაა. ივნისში უკვე ჩვენ წავალთ მადრიდში, მადრიდის გრან-პრიზე, აქ უფროსების და უფროსების შეჯიბრება, მაგრამ უმცროსებსაც მივცეთ საშუალებას. შემდეგ მოდის როგორც გითხარით, ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში და ბოლო ივლისი და აგვისტო გვაქვს ჩვენ ორი მნიშვნელოვანი შეჯიბრება. ეს არის ევროპის ჩემპიონატი უფროსებში, რომელიც პარიზში გაიმართება. ჩვენ ისევე გერმანელებთან გავივლით საერთაშორისო შეკრებას და მე გადავალთ პარიზში ევროპის ჩემპიონატზე და ბოლოს აგვისტოში უკვე ეს ჩვენი ციკლი დამთავრდება. ჩვენ თურქეთში გვაქვს საერთაშორისო კემპი ანტალიაში, ბელეგში. ეს ყოველ წელს ხდება და შემდეგ იმაში ხორვატიაში სოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებში. ჩვენ ესეთი გეგმა გვაქვს. საკმაოდ დატვირთული განრიგია, საკმაოდ დატვირთული. მინდა ვთქვა, რომ კადეტებსაც ჩვენიერი
კალენდარი აქვთ, ისინი მაისის ბოლოს კადეტები პრაღაში გაემგზავრებიან საერთაშორისო ტურზე, მერე ივლისში ბულგარეთში და რაც თავარია, იგეგმება შემოდგომაზე საერთაშორისო კემპი ამ ასაკობრივ კატეგორიაში, ეს არის 14 წლამდე ასაკობრივი კატეგორია, სადაც ცნობილი სპეციალისტი ბორის როზენბერგი, რომელიც დიდი ხანი ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი იყო, შემდეგ გერმანიის, ახლა პოლონეთის უფროსი ნაკრების მწვრთნელია, ყველაზე გამოცდილი ევროპული კადრია და მან შემოგთავაზა ხა იყო ამ კემპში ჩვენი კადეტთა გუნდის ჩართვა და ჩვენ ველოდებით რომ მათი დახმარებითაც ჩვენი ცოდნითაც ერთობლივად მაღალ შედეგზე რომ გავიდეთ. ახლა მინდა გკითხოთ. თითქმის მთელი წლის განრიგი უკვე ვიცით. თქვენ რასაკვირველია იცით ზეპირად და რომ გაგაღიზოთ ღამე ალბათ ზეპირად ეტყვით. მეც დაახლოებით რაღაც ტურნირებზე მქონდა წარმოდგენა, მაგრამ ტელემაყურებლებისთვის ეს კომპაქტური ინფორმაცია 1-5-10 წუთის განმავლობაში მინდა კიდევ გკითხოთ, თქვენი მსაჯი მიიღებს წყალშეხტომაში, ჩვენი ჭანტურია ხო, ჭომა, მიიღებს მონაწილეობას როგორც მსაჯი ჩინეთში მაისში დაგეგმილ სოფლიო ჩემპიონატია თუ? ეხლა მე გეტყვით, სოფლიო ჩემპიონატი არის 2 წელიწადში ერთხელ საწყლოსო სახეობებში. შემდეგ წელს იქნება ის ბუდაპეშტში. ამ ჩემპიონატამდე ყოველ წელს იმართება სოფლიო თასის ეტაპები. სოფლიო თასი. პირველი ეტაპი გაიმართა მონრეალში, ჭოლა მიმსაჯა იქ საუკეთესო მაჩვენებლებით დაამთავრა მსაჯობა. მაღალი შეფასება ჰქონდა. იგი დაახლოებით 60 მსაჯია, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ იმსაჯოს ოლიმპიური თამაშები ლოს-ანჯელესში. აქედან ჯერ გადაირჩა 30-მა იმსაჯა მონრეალი და აქედან აირჩა 15. ახლა 15-ში არის ჭოლა. ყველაზე პატარა ასაკობრივად საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ერთადერთია. ეტი არავინ. ევროპელებში სულ 5 მსაჯი მოიწვიეს ამ 15-დან და იმ ხუთეულში არის ჭოლა. ხუთეულში არის, ძალიან აქებენ, ძალიან მიხარია რომ ჩვენ ერთობლივად ჭოლა ყოფილი ჩემი მოსწავლეა და ერთობლივად გავდივართ ამ ყველაფერს და 1 მაისს პეკინში მსოფლიო თასის სუპერფინალი გაიმართება. ჭოლა მას იმსაჯებს და დიდნაბიჯს გადადგავს, ვიცი რომ წარმატებული იქნება. ოლიმპიადისკენ ჩვენ თუ გვეყოლა ლოს-ანჯელესში ესე დონის მსაჯი, ესეც დიდი გამარჯვება იქნება. რას ამბობთ? საწყლოსო სახეობებში არც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში წყალშეხტომაში არ ყოფილა და არც მანამდე ესე დონის მსაჯი. ასევე საჯთა მიმართულება რო დავამთავროთ ბატონ თენგის შარშან ყავდა გადაცემაში ერთხელ სტუმრად, მაგრამ სულ მგზავრობაში, სულ მივლინებებშია, ამიტომ ვცდილობ ალბათ პეკინში რომ გაიმართება მსოფლიო თასი, მანამდე აპრილში თუ იქნება საშუალება, თქვენი მეშვეობით როგორმე მოვიწვიოთ ან მსოფლიო თასის შემდეგ, როგორც თქვენ იცით. კი ბატონო, გვექნება მაგის საშუალება აპრილში მე თქვენ დაიკავშირებთ მაგასთან დაკავშირებით. საინტერესოა რომ საჯი როცა საქართველოსთან საჯი არის სოფლიო ჩემპიონატის ან ოლიმპიური თამაშებზე, სოფლიო ჩემპიონატზე, სოფლიო თასზე საჯი, ეს უდიდესი აღიარება, წარმატება ქვეყნისთვის. გარდა პრესტიჟის გარდა კიდევ არის სხვა მომენტები, ნიუანსები, რომ იქ საჯის ყოფნა ბევრ საკითხებს, ეს არის რაღაცა გარანტია, რომ შენი არ დაგჩაგრავენ. ამასაც აქვს მნიშვნელობა, ხომ ეს შენი აღიარება, ქვეყნის აღიარება პირველ რიგში, ხო? მე მინდა ეს საჯთა მიმართულება ჭოლას მიულოცო, რა თქმა უნდა, ეს წარმატება, მინდა ვთქვა, რომ უფროსებში ევროპის ჩემპიონატს პარიზში მე დამამტკიცეს საჯად, უკვე მე-16 ევროპის ჩემპიონატს ვიმსაჯებ მე და 2 ევროპის ოლიმპიური თამაშები მაქვს ნავსაჯი. ასევე სალომე ჯუღელის 8 წლი მინდა სულ 3 წელია დაიწყო მან საერთაშორისო კატეგორიის იმას ლეველზე მსაჯობა და უკვე ევროპის ჩემპიონატს ბუდაპეშტში ახალგაზრდებში იმსაჯებს და სოფლიო ჩემპიონატს ახალგაზრდებში რიეკაში. ანუ ჩვენ ყავს 3 საერთაშორისო მასშტაბის საჯი. ამ წუთში ისე არის სიტუაცია, რომ ჭოლა პრეტენზია აქვს, რომ ოლიმპიადაზე ოლიმპიურ თამაშებზე და ეს არ არის ისეთი პრეტენზია, რომ აი რაღაცა ოცნების სფეროდანა არის. ბოდიში ჩაგიძრებით, თქვენ თქვით რომ 15-ში არის 15 საუკეთესო მსაჯი სოფლიოში.
იქ ოლიმპიადაზე რამდენი უნდა აირჩიონ? ოლიმპიადაზე არის როგორც კონტინენტური კვოტა. ხო. ისე საერთო კვოტა. საერთო ჯამში არის 24 მსაჯი. ის უკვე 15-ში. 15-ში. უბრალოდ ეს დონე უნდა შეინარჩუნოს სოფლიო თასების ეტაპზე, სოფლიო ჩემპიონატზე, იმაში ბუდაპეშტში, რომელიც ახსენეთ 2027 წელს და ჩვენ გვჯერა ძალიან ცოტაღა დარჩა, ძალიან დიდი კონტინენტური კვოტით უნდა მოხდეს თუ როგორ ხდება ეს წესი როგორ? მე ვფიქრობ, რომ კონტინენტური კვოტით უფრო მარტივია, იმიტომ რომ დაახლოებით 7-8 ევროპული მსაჯი იქნება მინიმუმ. ანუ ევროპას ყველაზე დიდი წარმომადგენლობა აქვს კონტინენტებში, უფრო ბევრი ქვეყანა არის წყალშიხტომაში და შესაბამისად უკვე ხუთეულშია და მე ვფიქრობ, რომ კიდე წინ წაიწევა, იმიტომ რომ მის მონდომებას, მის ცოდნას წინ ვერაფერი ვერ დაუდგება. გასაგებია. ეს უდიდესი აღიარება იქნება. მე ვიცი რა, ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ასეთი კომპაქტური ინფორმაციისთვის. მე მინდა განსაკუთრებით მოვეფერო თქვენ სპორტსმენებს. ბევრი არ ახართ, ხო, მე ვიცი 20-მდე, ხო, 20-მდე არის. საქართველოს სულ ხო ერთი ლოკაცია გვაქვს, ბაკის საცურაო აუზი, ახლა გვპირდებიან და ჩვენც ახლა იმედით ავისეთ რომ სამინისტრო და ყველა იმ ჩვენმა ახალმა პრეზიდენტმა ბატონ დიმიტრიმ აგვიქვა რომ იქნება ფედერაციის პრეზიდენტმა, დიახ. ფედერაციის პრეზიდენტმა რომ იქნება ახალი აუზი, სადაც წყალშიხტომელებისთვისაც იქნება ინფრასტრუქტურა, ეს იქნება როგორც თბილისში, ისე თბილისის გარეთ და ჩვენთვის იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი. სულ 20-მდე პროფესიონალურად. ამ წუთში კერძო აუზზე, სადაც სულ 3 საათი შეგვიძლია იქ ყოფნა, ეს არის ვაკის საცურაო აუზი და მათაც მინდა მადლობა უთხრა, რომ აი კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე მეტის საშუალება იქ არ არის, რომ ჩვენ ვივარჯიშოთ. საათნახევარი დარბაზში ვარჯიშოთ, საათნახევარი წყალზე და აი ამით ეს შედეგი მივიღეთ, რაც მივიღეთ. არ ამბობთ რამდენი ხართ ეს მოკლედ 20. აი 20 სპორტსმენია წყალშიხტომაში საქართველოში, ვინც პროფესიონალურად მაღალ დონეზე ვარჯიშობს და ასეთი დიდი წარმატებები ბოლო წლებში საერთაშორისო ტურნირებზე, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე, ახალგაზრდებში, დიდებშიც და ფესტივალებზე და უმიზნებთ ოლიმპიურ თამაშებზე გასვლას, ხო, ოლიმპიურ თამაშებზე. მსაჯებით და სპორტსმენებით. და როცა ეს შეიქმნება ახალი სპორტის, ახალი აუზით, თქვენთვის სპეციალურად ალბათ როგორც ბაზა ნაკრების, ხო, წყალშიხტომა და მინდა გირჩიოთ ძვირფასო ტელემაყურებო არის ასეთი გვერდი, Facebook გვერდი წყალშიხტომა. იქ ყველა სიახლეები არის თქვენზე, თქვენ მიმართულებაზე და აგრეთვე გვერდი საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია. მაგრამ წყალშიხტომა იქ პროფესიონალურად ყოველდღე რაღაც საინტერესო ინფორმაციას ხედავთ და ვისაც ეს აინტერესებს, აუცილებლად ნახეთ ეს გვერდი. ახლა მე ვიცი ბატონო ირაკლი, რომ თქვენ ძალიან გიყვართ ფეხბურთი. მე ყველა სპორტის ხომაგი ვარ, ქართული სპორტის და ფეხბურთი ყველასთვის განსაკუთრებული სახეა და მე ფეხბურთი გიყვართ ძალიან, ვიცი. ახალგაზრდობაში როცა თქვენ როგორც სპორტსმენი ხშირად დადიოდით ლესელიზეში, სოხუმში, კეშერაში და თქვენი სახეობის გარდა არტოვებდით შანსს, რომ ფეხბურთი, კალათბურთი და გუნდურ სახეობებში. ახლა მინდა ერთ წუთში წარდგენას გავაკეთებ. შემოგთავაზოთ 2018 წლის 21 მარტს პოლონეთის ქალაქ ლეგნიცაში გამართული 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ რაუნდის მატჩი საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებებს შორის, 17 წლამდელების შორის ეპიზოდი. ამ ეპიზოდში არის 17 წლის ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ირაკლი აზაროვი, შოთა ნონიკაშვილი. მეორე ტაიმში გამოვიდა საბა ჭინჭრაული, რომელიც იმ დროს ბელგიაში დაბადებული გაზრდილი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ბელგიაში თამაშობდა, მერე იტალიაში თამაშობდა, მიიღო ტრავმა ახლა საქართველოში, ამაზე ცალკე გესაუბრებით მერე და მინდა გაჩვენოთ ეს პატარა მონაკვეთი, ერთ წუთიანია თუ წუთნახევარიანი, სადაც აი ფანტასტიკური ჩვენი ბიჭები არიან 17 წლის და საინტერესო იქნება, გთხოვთ ჩართოთ. Kubidy, dzięki lepszemu bilansowi bramkowemu Polacy wyprzedzili w grupie Szwecji, awansowali do tego Elite Round. Bardzo chaotycznie teraz w obronie Polacy, Kwartaszkelia.
i mamy rzut karny. To niedobrze zaczęło się dla biało-czerwonych. Trzyma się za głowę Karol Smajdor, ale ta dominacja reprezentacji Gruzji od 2-3 minut była wyraźna. No i gdzieś w pewnym momencie pogubienie obrońcy i w takiej sytuacji Karol Smajdor fauluje szarżującego Ciwę Kwartaszkelię. No właśnie, zawodnik z numerem 7. Bardzo tutaj widać, że dobrze wyszkolenie techniczne, dobry dribbling. No wykorzystał te swoje umiejętności w polu karnym i teraz zespół Gruzji ma szansę na zdobycie gola z rzutu karnego. Zuriko Davitashvili, ten, o którym mówiłem, gra już w seniorach. Lokomotyvi Tbilisi. I gol! 1-0 niestety. Zuriko Davitashvili w drugą stronę rzucił się Marcel. ძალიან საინტერესო კადრები, ემოციური, იმიტომ რომ თვითონ პოლონელ კომენტატორებსაც ძალიან პროფესიონალურად, ძალიან კარგად მიყავდა, მე მთელი მატჩი მაქვს ფაქტიურად. და განსაკუთრებით ირაკლიმაც მეაქცია ხო რა დღება იმ დროს არის ოდენ კვარტასხელია ხო რაღაცა უცნაურად მე გვახსოვს ევროპაში იტალიაში რომ უჭირდათ უკვე მიეჩვიან მაგრამ იმ დროს ხომ ხედავთ როგორი გამოთქვა გაუჭირდა მაგრამ კარგად თქვა პენალი აიკიდა სოლორეიდი გააკეთა ხვიჩამ მე ზურიკომ გაიტანა პენალტი იქ როგორ თქვა ლოკომოტივი თბილისი ხო და სხვათა შორის ისე ნუ ახლა მე ვერ ვიტყვი რომ პოლონელს გაუხარდა მაგრამ არ იყო შეზღუდული პროფესიონალურად ლამაზად გადასცა ეს მომენტი რომ პენალტი იყო გახსოვთ ის მომენტი როცა პოლონელმა თავში მოიგდა ხელი რა გავაკეთეო 2-2 დამთავრდა ეს მატჩი და მეორე გოლიც ზურიკო დავითაშვილმა ისის პენალტით გაიტანა ამას მე გაჩვენებთ ამ კადრებს ეს 2018 წლის 21 მარტს არის ლეგნისაში ქართველების ესწრებოდნენ თამაშზე მარტის თვე იყო გიორგი ნემსალზე იყო მთავარი ძნელი ამ თაობის ამ ჭაბუკთა ნაკრების და თქვენ მიაქციეთ კვარაცხელია როგორ გაუჭირდათ კვარაცხელიას გვარის გამოთქვა კვარტასხელია ეს ორიგინალური ბუნებრივია 17 წლის ბავშვები არიან ხო იმ დროს საქართველოსდან მაშინ დაიწყეს ცნობა ქართველი ფეხბურთელების და გვიხარია რომ დღეს ამას უყურებთ და სხვა დონე ტოპ ფეხბურთელია და ყველა მიცის მისი გვარი სხვათა შორის რომ დავდივარ და საქართველოს როცა გვეუბნებიან ფეხბურთთან ახლოს ვინც არის ყველა პირველ რიგში ხვიჩაზე გველაპარაკება მამარდაშვილზე გველაპარაკება და გვიხარია ჩვენს ხო იმედია შენი ნაკრები გამოასწორებს გადალახავს იმ რთულ პერიოდს რომელიც არის ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში და სექტემბერ-ოქტომბერ ნოემბერში ერთა ლიგაზე უფრო წარმატებული გამოსვლა გვექნება ვიდრე წინა ერთა ლიგაზე და წინა ერთი წელიწად-ნახევრის განმავლობაში ეს კარგია რომ თქვენ ასე თქვენი წყალშეხვდომელებიც არიან ალბათ ფეხბურთს უყურებენ და როცა ფეხბურთი მიდის თქვენ არ უშლით ხელს ხო საღამოს 10 საათზე ძილს არ თხოვთ ხო მე თუ საქართველოში არ ვიყოფე ჩემი შვილი ფეხბურთელია ფეხბურთს თამაშობს და აუცილებლად თავის მეგობრებთან ჩემს მაგივრად და ჩემი სპორტსმენის მაგივრად არის სტადიონზე და მიხარია, იმიტომ რომ ადამიანი ბავშვობიდანვე სპორტით უნდა იყოს დაინტერესებული და ქვეყნის სიყვარულსაც იქიდან გაიგებს. მithumetes ფეხბურთი მარტო სპორტი არ არის, ფეხბურთი არის როგორც ქვეყნის, ნუ არ ვიცი ახლა თელ სოფლიოში ნომერ პირველი სახეობა არის ქვეყნები, სადაც არ არის პირველი ნომერი, მაგრამ უდიდეს ნაწილში, მათ შორის ისტორიულად საქართველოში ნომერ პირველი სახეობა სპორტის ეს სპორტს ცილდება. და გადაცემის ბოლოს რამდენიმე სიტყვა ხელბურთზე წინა გადაცემებში ამ თვეში მარტში რამდენიმე ჯერ ჩვენ მქონდა ვრცელი რეპორტაჟები, ვრცელი სიუჟეტები და ვრცელი ინფორმაციები საქართველოს ხელბურთის შესახებ. წელს ქართული ხელბურთი აღნიშნავს 70 წლის თავს. საქართველოს ხელბურთის ფედერაცია და პრეზიდენტი ფედერაციის ბატონი ვახტანგ მეიფარიანი არიჩქაროთ ეს ფოტოები ჯერ არიჩქაროთ აპირებს რამდენიმე ღონისძიების ჩატარებას ამ იუბილეისთან დაკავშირებით. ამაზე იქნება ცალკე ინფორმაცია ხალხ საქართველოს ხელბურთის ფედერაციის გვერდზე. და მინდა გითხრათ რომ 27 მარტიდან საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის და ესპანეთის ხელბურთის ფედერაციის მჭიდრო თანამშრომლობის პარკლებში საქართველოს ჭაბუკთა და გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები იმყოფება ესპანეთში ბარსელონასთან ახლოს მდებარე ქალაქში სადაც ტარდება კოსტა დორადას ყოველწლიური ტურნირი
ტურნირამდე ორივე ნაკრები საწნელ შეკრებაზე იმყოფებოდა თელავში, სადაც აქტიურად ემზადებოდნენ ამ ტურნირისთვის. ახლა შეიძლება ჩავთოთ ის ფოტომასალა, რომელიც ხელბურთის ფედერაციის გვერდიდან ავიღე. კადრებში ხედავთ ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ვახტანგ მეიფარიანს, რომელიც 90-იან წლებში 10 წლის განმავლობაში იყო ეროვნული ნაკრების კაპიტანი. ეს ბარსელონაშია გადაღებული. ის აჯილდოვებს სპეციალურ მაისურს გადასცემს საქართველოს გენერალურ კონსულს ბარსელონაში ბატონ ბეკა ზარანდიას. ბატონი ბეკა სპეციალურად მოვიდა იქ, სადაც იმყოფებოდა ჩვენი გოგონათა და ბიჭების ნაკრებები. საქართველოს გენერალური კონსული ბეკა ზარანდია ეწვია მათ. საპატიო სტუმარმა წარმატება უსურვა ქართველ სპორტსმენებს და საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონ ვახტანგ მეიფარიანმა გენერალურ კონსულს საქართველოს გენერალურ კონსულს ბარსელონაში ბატონ ბეკა ზარანდიას საჩუქრად ეროვნული ნაკრების მაისური იყო და ხელბურთის ფედერაციის 70 წლის თავმიძღვნილი საიუბილეო მონეტა გადასცა. საიუბილეო მონეტა ესე საინტერესოა. რამდენიმე მატჩი კი არა, ტურნირის ძირითადი ნაწილი უკვე გავლილია. დღეს 31 მარტს და 1 აპრილს კიდევ რამდენიმე მატჩი ჩატარდება. გოგონათა ნაკრები და ბიჭების ნაკრები გამართავენ ამ შეხვედრებს. ხელბურთის ფედერაციის გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ მონაცემები და მომავალში ან 7-დან 14 აპრილს გეგმაში მაქვს, რომ მოვიწიო სტუმრად ჩვენი ფედერაციის წარმომადგენელი ხელბურთის ფედერაციის და ამ ნაკრებების ან წნელი ან მოთამაშეები სიტუაციის მიხედვით მე მოგვიანებით შეგატყობინეთ ამის შესახებ და მინდა უსურვო წარმატებები საქართველოს ხელბურთელთა გოგონათა და ჭაბუკთა ნაკრებების, რომლებიც ემზადებიან შესაბამისი ჩემპიონატებისადმი და რადგანაც ახსენე თელავი, სადაც შეკრებაზე იმყოფებიან, შეგახსენებთ, რომ 19 და 21 მარტს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ხელბურთში ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი საკვალიფიკაციო ეტაპის 2 მატჩი ისრაელის ნაკრებთან. პირველი წავაგეთ 29-32, მეორეში მოვიგეთ 2 ბურთი, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ გავსულიყავით პლეი-ოფში. ამისთვის საჭირო იყო გამარჯვება 3 ბურთის ხვაობით, ჩვენ 2-ით მოვიგეთ. და ან იქნებოდა მე პენალტები, ან პირდაპირ რომ გასულიყავით 4 ბურთით, მაგრამ ცოტა დაგვაგდა, იმედი გვაქვს, რომ ევროპის ახლა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უკვე ჩვენ დავასრულეთ ფაქტიურად ამით. მაისში ისრაელი შეხვდება ესპანეთის უძლიერეს ნაკრებს, მაგრამ ყველაფერი ხდება ბატონო ირაკლი, ცოტა დაგვაგდა, მაგრამ ისეთი თაობა არის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ხელბურთში, რომ აუცილებლად მსოფლიო ჩემპიონატზეც გავალთ, მოვა ეს დრო და აუცილებლად ევროპის ჩემპიონატზე მესამეჯერ გავალთ და უფრო დიდ შედეგს დავდეთ, ვიდრე წინა 2 ჩემპიონატზე. ჩვენი გადაცემის დრო ძირფასო ტელემაყურებლებო ამოიწურა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს 2026 წლის 31 მარტს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ბატონი ირაკლი ბართაია, საქართველოს საწყლოსო სპორტის სახეობათა ფედერაციის წყალში ხტომაში სპეციალური მიმართულების უფროსი, ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება არის სპორტში. გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ ხელბურთზე, ფეხბურთზე კონდა საინტერესო ჩართვა, ფიგურულ ციgrowobაზე და ჩვენი გადაცემა განმეორდება ალბათ, ადევნეთ თვალყურს სპეციალურ განრიგს. მინდა გითხრათ დიდი მადლობა, პირდაპირ ეთერში იყო კომენტატორ, რეკორდსმენი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ბატონ ჯამრეთ ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის ამყვანი ვარ მე, სოხუმელი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია. დიდი მადლობა გისურვებ, ჯანმრთელობას წარმატებებს აბაულა.